მე ბუბუ ვარ, ეს კი ჩემი Toyota Supra. ამ მოპოდკასტო ვიდეოში მე მოგიყვებით ამ მანქანის ისტორიას, თუ როგორი ჩამოვიდა ის, ეხლა რა ეტაპზე ვართ და მომავალში რა გეგმები უნდა განხორციელდეს ამ მანქანას. დიდი ხანია რაც ამ მანქანის გადაღება გვინდა, უბრალოდ ვაკეთებდით რაღაცებს, ვაწყობდით. ბოლო ვიდეო რაც გვაქვს ვიყავით ხეროსთან, დავდგეთ ძმაში და ცხენის და მიუხედავად ძალიან მაგრადია რა ამ მანქანა. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ რუსთავის საფარზე მაინტერესებდა როგორ ივლიდა და როგორ დაიძვრებოდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსთავის საფარზე ძალიან უჭირს მანქანებს დაძვრა, ჩვეულებრივ საფარზე კი იდეალურად იძვრებოდა ეს მანქანა, მაგრამ შიგნით მაინც ტესტები განვახორციელეთ, თუ რა და როგორ უნდა დაზრულიყო. ჩვეულებრივ საბურავზე 3 და 7-ში დავიძარით 0-100, რაც ძალიან მაგარი დროა, რა ვიცი, და ვინც ცოტა ავტოსფეროშია მიხვდება, რომ რუსთავში ესეთი დრო იშვიათია რა. M2-ით ვიძვრებით ხოლმე 3 და 6-ში დიდი სლიკებით და ამაზე არც სლიკები გვეყენა და არც არაფერი. ამ ვიდეოში კი მე გეტყვით, თუ როგორი ჩამოვიდა ეს მანქანა, რა ნაწილები ჩამოყვა, რა ნაწილები დაუყენეთ ჩამოსვლის შემდეგ და რის დაყენებას ვაპირებთ. პირველ რიგში ეს მანქანა ჩამოვიდა ვარდისფერი, გვედო სურათი, მე მგონი 2 ვიდეოთი წინ. ერთი პერიოდი კი დავაპირე, რომ დამეტოვებინა ვარდისფერი, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური იყო, აი ქუჩაში რომ გამოვდიოდი, რა ყველას ყურადღებას იქცევდა, ევაკუატორით რომ მომყავდა ფოთიდან, აი რა ვიცი, აი მანქანას არ გავცდენილ ვართ, რომ მანქანისთვის არ შემოეხედა რა. მაგრამ მარტო ფირში დაგვიფასეს $5,000 იყო რა, არ ვიცი, თვით აღდგენადი ფირი იყო თან, პლუს ფირი იყო და პლუს დამცავიც იყო რა. всё, მან მორჩა მაგ ფირის ისტორია. მე ვიფიქრე, რომ დაგვეტოვებინა რუხი, ეს ფირი რო გადავაძრე, რუხი ფერი არ მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი კარბონის დეტალი ედგა მანქანას და თითქოს აი იკარგებოდა რა. აღარ იყო იმდენად ეფექტური და ბოლოს დავაპირე შავი Frozen Black-ის დაკვრა. მაგრამ Frozen Black-იც მირჩიეს ბიჭებმა და თან მეც რო შევხედე არ მოუხდებოდა, რამე ეფექტური უნდოდა რა. უფრო JDM სტილში მინდოდა რომ გასულიყო და ესეთ მანქანას უხდება ცოტა ჭყატუნა ფერები და რაღაცა და არც მინდოდა რომ მალე მომბეზრებოდა და თან მინდოდა რომ კაი გამოსულიყო და შევარჩიე ეს ფერი. რახანს ამდენი კარბონის დეტალი ჩამოყვა, დავიწყე უკვე ვიზუალურად რა მოუხდება და დავაყენე კარის, არ ვიცი რა ქვია, კანტები, TRD-ს დავაყენე, კარბონის დავამატე. სპოილერი ისედაც ჩამოყვა კარბონის, ფარი ჩამოყვა კიდე კარბონის და ეს საისკირტები ჩამოყვა, კარნიზები ჩამოყვა კარბონის. ტუჩიც ეყენა ამ მანქანას კარბონის, მაგრამ გატეხილი იყო, ვაპირებ ტუჩის დაყენებას, მაგრამ ჩვენ გზებზე როგორ ვივლი მე არ ვიცი, ძალიან მინდა ტუჩი და ძალიან უხდება ამ მანქანებს ტუჩი, მაგრამ მე ვეღარ ვივლი უბრალოდ და ბოლოს მეთქი რახანს Toyota და JDM და დავაყენე T37-ები. ქარხნული დისკები მოხსენი და მიდგას ახლა T37-ები. პლუს ამას T37-ებთან ერთად მაქვს ერთი კომპლექტაცია 2-დან 0 Supra 18-იანი დისკები, უკანა 10G ET42-ა და 18-იანი სლიკი იდეალურად ეტევა და მაგიტო გადავწყვიტე ეგ დისკები, პლუს იქ უკან გვიდევს 17-იანი დიდი სლიკები, რაც M2-ზე მეყენა მაგ საბურავებით. და ესე თუ ისე საბურავებში დრაგისთვის მზათა ვარ, 17-იანი კომპლექტაციაც მაქვს და 18-იანი კომპლექტაციაც მაქვს. 19-ები ზედ დგას და თუ რამე ისეთი განსაკუთრებულს ვიშოვით 19-იანზეც არ იქნება პრობლემა. ხო, კიდე ფირთან ერთად ამ მანქანას ჩამოყვა პნევმოდაკიდების სისტემა, რომელიც იყო ძალიან მაგარი, გოგონა რო იყო ძალიან მაგარი. თავის მუღამები ჰქონდა, ხელოსნამდე სანამ დამყავდა იქ დავაგდებდი და ხალხი ამით როგორ დადიხარ და რაღაცა. მომწონდა ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ დავტოვებთ ამ დაკიდების სისტემას, მე შევედი რა დაკიდების სისტემაც იყო და ხარისხი შევამოწმე და იქ ეწერა რომ
რა quality იყო, რეკომენდაციას თლათ არ აძლევდნენ და რაღაცა, მაგრამ თუ გინდა იულიო რა. მეთქი ჯანდაბას იყოს. მაგრამ რო გავიარე მე მივხვდი რომ სპორტში არაფრად არ გამოგვადგებოდა რა. მოხსენით, დავაყენეთ კავეს რეგულირებადი პადვესკა. ვერთი ქალაქის დაშვება რომელიც არის, რბილი როა და თან მართვადობაც რო ძალიან კაი აქვს. ეგ შევცვალეთ. კიდე ამანქანას ჩამოყვა ტიტანის გამსვლელი, თავიდან ბოლომდე, დაუნფაიფის შემდეგ მთლიანი გამსვლელი არის ტიტანის. VRSF-ის დაუნფაიფი, HKS-ის ინტეიკი თავის ინლეტთან ერთად გადაბმულია რა, ფილტრი, თავის ტურბომდე მიმსვლელი, კარბონის მიმსვლელია მთლიანი და ეს ფარი კიდე კარბონის შემსვლელი. კიდე რა ჩამოყვა? ხო, კარბონის საჭე ჩამოყვა, რაც სუპრის ქარხნული საჭე არის, არ ვიცი, აფითია რო ისია რა, ყველაზე ცუდი საჭე აქვს სუპრას, არ ვიცი, ესეთი საჭე რატო დაუყენეს, ამდენი იწვალეს იშრომეს და F30 ბარაბნის საჭე აქვს რა, M სპორტის და M პაკეტის და M-ის კი არა, ყველაზე დაბალი ვერსია F30-ის საჭეზე ცუდი საჭე დაუყენეს სუპრას, არც დაბლაჭრილი არაფერი არა აქვს. ჩვენ გაგვიმართლა რადგან კარბონის საჭეა მთლიანი, დაბლაჭრილი და კიდე კაი ეგ ჭრილი აქვს, თორე სიმაღლეში ცოტა მაღალი ვარ და ფეხს მივადებდი. კიდე რა ჩამოყვა? სხვა არაფერი არ ჩამოყოლია. კარგად დადიოდა, MHD იყო ჩაწერილი და სტაბილურად 420-430 ცხენი ქონდა რა მანქანას, მართვადობა, ხმა, პოპკორნი, ვიზუალის გარდა და სავალის გარდა ძრავში ისე იყო რომ stage 2 პლუს არაფერი აღარ უნდა რომ გაგვეკეთებინა, მაგრამ ცივი კოლექტორი დავაყენეთ. ამის ცივი კოლექტორი არის ძალიან მაგარი რაღაც, იმიტომ რომ ზედ აქვს ყველა პორტი რა. თუ მანქანის აწყობას აპირებ სერიოზულად, stage 2-ზე და store plus-ზე არა. დიდი პროექტი თუ გინდა, ცივი კოლექტორი ყველა ვარიანტში გჭირდება რა. დავაყენეთ ცივი კოლექტორი და უკვე დრო მოვიდა რომ ჩაგვეწერა კარგი ნასტროიკა და წავედით როგორც ყველა მანქანაზე, ისევე ამაზე ავთოსთან. აქამდე M2-ში გვეწერა boot mode, BM3 და ამაზე შევჩერდით რომ ჩაგვეწერა ეკუტეკი რა, უფრო კაი ვარიანტი იყო. იმიტომ რომ boot mode-ზე ერთი სამჯერ ჩაგვიქრა მანქანა ისე რომ ავთოს გარეშე ვეღარ დავქოქეთ, კომპიუტერი დაჭირდა და რაღაცეები, პლუს ტელეფონზე თუ დაგირეკავდნენ, всё, კომპიუტერს ერხეოდა და რაღაც და ეკუტეკს მასთი რამე არ ახასიათებდა რა. ჩავწერეთ ეკუტეკი და მე მივყევით უკვე ინდივიდუალურ ნასტროიკებს, გავაკეთეთ 3 მაპი. პირველი მაპი არის ქარხნული, რომელზეც უბრალოდ მორგებულია დაუნფაიფი და ინტეიკის სისტემა, სრულიად სტოკი წნევა, ზაჟიგანიების სტოკი, ყველაფერი ქარხნულად არის, უბრალოდ ჩეკს არგინთებს კატალიზატორების გამო რა. 333 ცხენი დაწერა საბურავზე. ეს პირველი ვერსიაა და 340 ცხენი აქვს ძრავზე, ისე კატალოგით რო ნახო, 340 ცხენი აქვს, არა და ამ დროს 333 ცხენს გიწერს საბურავზე რა, მაგრად იტყუებიან ცხენებში. შემდეგ სუპერის ნასტროიკა გავაკეთეთ მეორე მაპზე, რომელზეც გვაქვს 433 ცხენი საბურავზე მგონი, ხოლო სუპერით. და მესამე უკვე სპირტის ნასტროიკა ჩავწერეთ E50, სადაც 473 ცხენი დავწერეთ, 472 აღარ მახსოვს. და ეგ არის ამანქანის დღესდღეობით სრული სიმძლავრე რა. და რაც ცხენი აქვს, 550 ცხენი გამოდის ძრავზე. რაც ცხენი აქვს, დადის ძალიან მაგრად, 100-200 აქვს 6-4, 200 250 აქვს მგონი 7-1 და 0-100 აქვს 3-7. 100-200 6-4 სტოკი ტურბო სუპრასთვის ძალიან მაგარი დროა და ერთ-ერთი საუკეთესო დროა, რაც დრაგის აპლიკაციაშია დაფიქსირებული. სარეკორდო დროა რა,
დაუშლილი მანქანით, რომელსაც საწვავის სისტემა და ტურბო აქვს სტოკი, პლუს სალონიც სრულად დევს, არც ковშები, არაფერი. ერთადერთი მანქანაა ეს, რომელსაც ეგ დრო აქვს დაწერილი. სულ ორ მანქანას აქვს სტოკ ტურბოზე, ჩემზე კაი დრო დაწერილი და ორივე საწვავის სისტემა აქვს შეცვლილი და ბოლომდე დაშლილია ორივე 6-3-ში დადიან და ვიმედოვნებ, რომ 6-3-ს ჩვენც დავწერთ ამ მანქანით. უბრალოდ DA-ს უნდა შერჩევა, აი რომ ჩადიან და ზომავენ ხოლმე კაი DA-ზე და კაი ტემპერატურაზე ისე რომ არ ვიბუქსაოთ. ნუ რავი 0.1-ის მოკლება შეულებრივ შეიძლება სიდენია რომ სულ არ ამოვიღოთ და ковში რო არ ჩავდოთ და არაფერი. ესევე როგორც არის ჩვენც ვივლით 6-3-ში რა. ესე ძალიან მაგარი დროა, მაგრამ 6-3 უკვე ყველანაირად რეკორდი იქნება რა სტოკ ტურბოზე. DA ვინც არიცით რა არის ატმოსფერული წნევა. აი ყველაფრის კოეფიციენტს გიჯამებს დრაგი რა, მაგალითად ტემპერატურა, ჟანგბადის რაოდენობა 1 კუბ HR-ში და ასე შემდეგ. რაც ჩვენ გავზომეთ ეგ დროები დავწერეთ თელავში, თელავზე უკეთესი DA არის წეროვანზე და რუსთავში და ყველაზე კაი DA იწერება ქუთაისში რა. აქ რომ -100 იწერება, იქ იწერება -700, რაც დაბალია, უკეთესი. აი ზაფხულში ადის ხოლმე აქ თელავში 1200-ზე. რუსთავშია ხოლმე 700 დრაგზე რო უზომავთ ხოლმე და ქუთაისში მაგ დროს ხან 200 უჭირავს რა. სადაც 400-500 DA-ით ნაკლებია. დროში ალბათ 0.1-0.2-ს კაი DA იძლევა სხვაობას. ხო, ეხლა რას უპირებთ ამ მანქანას? ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე კომენტარებში და პირადადაც რომ ხვდებიან დიდები, პატარები, ბავშვები, აბა რა ხდება, აწყობ დრაგზე რა ხდება? გულშემატკივრობთ, გვალეს ჩიკობთ, აი ძალიან დადებითი ემოციებით ვივსები ხოლმე მაგ ყველაფერზე. ნუ ამ მანქანის სამომავლო გეგმები უკვე გაწერილი გვაქვს, რა მჭირდება, როგორ ამჭირდება ყველაფერი ვიცით, ველოდებით M2-ის გაყიდვას. ამ მანქანაზე დადგება დიდი ტურბო და აი რისი მუღამიც ამ მქონდა სულ ფარში უნდა გამოვაყოფინო წინ რა. მაგას აუცილებლად გავაკეთებ. ადგილიც აქვს სამაგისო რომ წინ მოვწიოთ და აი წინდა რომ შეხედავ რა, ეხლა რომ ეს ნატურა რო აყენია, მანდი და ტურბოს ფრთა იდგმება. პლუს ამ მანქანას უნდა ტურბოსთან ერთად საწვავის სისტემის შეცვლა, გაგრილების შეცვლა, უკვე ქვედა რადიატორები, ძრავის ზეთის და კარობკის ზეთის რადიატორის შეცვლა, პლუს მერე დაგჭირდება უკვე თვითონ კარობკის განახლება, ნუ მინიმუმ stage 1 მაინც ჭირდება, იმიტომ რომ ქარხნული კარობკა ვერ უძლებს ესეთ დატვირთვებს. 340 როცა მყავდა 3 წლის წინ, საბურავზე მქონდა 555 ცხენი და ორჯერ დადნა მეორე სიჩქარის ფრიქციონი რა. მიიკრო ერთმანეთზე უბრალოდ მე ამდენს ვეღარ გაუძლებო. ესეთი რამე რო არ დაგვემართოს, ამიტომ უნდა კარობკის გაძლიერებაც. პლუს მაგას ხვალ არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება, ნუ იმედია წელს დაიდება, დღეს არის 28. ხვალ იხსნება X3M-ი ჩამოგვივიდა და იმით გამოვალთ ხოლმე სულ კლასში ავაწყობთ. ბევრზე არა, მაგრამ სადღაც 800-850-ზე ისიც აიწყობა და ამ ორი მანქანით გამოვალ ხოლმე. მაგის ვიდეოსაც გადავიღებ, როგორი ჩამოვა, არა ჩამოვა, რას დავაპირებთ. ხო, ამ მანქანას რასაც უყურე, ყველა ტესტ-დრაივში ადარებენ ხოლმე M2-ს. მე ორივე მანქანა მყავს, ამით ბევრი არ მივლია, სადღაც 3000 კილომეტრი მაქვს უგავლილი, მაგრამ M2-ით მაქვს 20-25000 კილომეტრი გავლილი და M2-ის კონკურენტი არანაირად არ არის რა. სულ სხვადასხვა სტილის მანქანებია. ეს უფრო სხვა განხრით არის, ის უფრო სხვა განხრით. ანუ ეს რო 4 კაციანი იყოს, გაცილებით საოჯახო მანქანა იქნებოდა ვიდრე M2 რა. M2 მართვაში სხვანაირ სამართავია, უფრო აგრესიულია. უფრო ისეთი მანქანაა რა, ეს ქარხნულათვე სპორტულობისკენ მიდრეკილი. ამაზე რომ დაკიდების სისტემა, მიტარებია ქარხნული დაკიდების სისტემით სუპრა და სრულიად სტოკი სუპრა და აი სრულიად სტოკ M2-თან ძალიან დიდი სხვაობაა რა. M2 შრობია დრიფტში, დგომითაც შრობია ქარხნულ დაკიდებაზე ორივე რო იყოს, ანუ გაცილებით კაი დგომა აქვს.
დრიფტშიც, დონატშიც უფრო კარგად დგას და ან დისიტი კოლოფი აქვს პლუს ამ ყველაფერთან ერთად. და შეუძლია ადგილიდან ბოლომდე რო გას დაადგავს, სადღაც რამდენ აბაროძეც გინდა დააყენებ. რა 4000 აბაროძე ავიდეს მაბრუნებელი მომენტი და იქიდან მერე მთლიანი გაზით წავიდეს, როგორც მექანიკას. ამას არ აქვს ეგეთი ფუნქციები, გაზი ტორმოზით უნდა მოჭიმო და ისე წახვიდე. ანალოგიურად ლანჩი. ლანჩი რო გააქტიურებ M2-ზე, გააქვს ლანჩი 3000 აბაროტიდან ზემოთ, სადამდეც გინდა აწევ და დაძრავ. ამით ვერ დაძრავ მასე, სადღაც 1500-2000 აბაროტიდან უნდა დაძრა, ქარხნულ თუ გადაცემათა კოლოფი ქარხნული გაქვს რა. მაგრამ ამას ის პლუსი აქვს, რომ მეორე სიჩქარე შეგიძლია დაძრა. პლუს მაგას ის უფრო გრუბია, ვიდრე ეს ქარხნულად. რულიც, ანუ ამაზე რო ყველაზე სპორტ პლუსში რო ჩააგდებ, რული როგორიც გრუბითაც არის, იმით კომფორტზე უფრო გრუბია. ამიტომ ძალიან ძნელია ამ ორი მანქანის შედარება, აი თუნდაც 2 კილომეტრში რო იყო გასასვლელი, ორივე მანქანა რო გვერდი-გვერდით იდგეს და მარტო რო უნდა წახვიდე, აი M2-ის დაქოქვას, ამის დაქოქვა მისჩევნია და ამით წასვლა, იმიტომ რომ გაცილებით აი ქალაქშიც კომფორტულია გადაადგილება. ნუ ალბათ იფიქრებთ რომ მოკლია თან და მაგიტომ არა, M2-ზე გძელია, გვერდი-გვერდ რო დავაყენე, ბაზა დაახლოებით ერთი და იგივე აქვს, მაგრამ აი თვლიდან შიტოკის წინა ნაწილამდე უფრო გძელია რა, ცხვირი აქ დიდი ამას გაცილებით. მიუხედავად იმისა, რომ ორკაციანია, პლუს ჯდომის სტილი იმდენად უკან აქვს, რომ ანუ არც შედარდება რა M2-თან, უფრო ანუ Z4 ხო აი ყველა ვიცით რომ Z4-ია, მაგრამ გინდა ზანოში რო დგები, პირველად რო ეს მანქანა მოვაცურე, აი ისეთ შეგრძნება დამეუფლა, რომ დავტრიალდი და ამ დროს ძალიან პატარა კუთხეთი მიდიხარ რა. იმიტომ რომ უკანა საბურავზეზე ხარ და ეხა გრადუსი სხვანაირად იგრძნობა. ამიტომ M2-თან შედარება ცოტა რთულია. კიდე იმიტომ რთული რომ M2 910 ცხენის ძალა აქვს და ამას 550, ანუ ყველას გონია რომ ეს უფრო ჩქარია, მაგრამ არ არის ეს უფრო ჩქარი, ის გაცილებით ჩქარია, აი ვერც მივა ერთმანეთთან იმდენად ჩქარია. ჯერჯერობით სანამ არ აიწყობა კიდე ამ მანქანაზე რის თქმა შემიძლია. კიდე იმდენად ემოციური მანქანაა ეს, ქუჩაში რო გადაადგილდები და ბავშვები რო ხედავ, აი იმ დონეზე უხარია ჩეინ დანახვა. რომ აი რა ვიდეოებს, სურათებს ყველა ხელით განიშნებს, რომ დაადგიდა რაღაცა. დადებითი ემოციებით ივსები მოკლედ ესე რო ვთქვათ რა. ვაზის უბანში ვიყავი და ბავშვები დამალდახუჭაობას თამაშობდნენ და რო დაინახეს აღარავის აღარ ახსოვდა დამალდახუჭაობა, TikTok-ზე სუდევთ ეგ ვიდეო და ძალიან ბევრი ნახვა დააგროვა რა. დამარჯობათ ბავშვებო. კიდე რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მანქანაზე? გავიგეთ. ვიცი, ყველა მიწერს კიდე კომენტარებში რომ BMW-ა, ვიცით რომ BMW-ა, ვიცი რომ BMW-ა, მაგიტო ვიყიდე. მაგიტო მყავს, ეს ძრავი რო დგას, მაგიტო ვაწყობთ, იმიტომ რომ ვიცით ამ ძრავის შესაძლებლობები, ამ კოლოფის შესაძლებლობები, პლუს ანუ Z4 რატო არ ვიყიდეთ, იმიტომ არ ვიყიდეთ Z4, რომ 180 კილოთი მძიმეა. კაბრიოლეტია და ფორმებით და დიზაინით ეს უფრო კაი ტიპია ვიდრე ის. ის უბრალოდ მანქანაა და ეს სუპრა. კიდე ერთი მაგ აი ვაიბი აქვს სხვა, აი სუპრით რო დადიხარ. წონა, ამანქანის წონა, კონკრეტულად ამანქანის წონა იყო 1486 კილო. ოღონდ საწვავის გარეშე. იყო ეგ წონა, წონის გადანაწილება იყო 59.5, 50 ნახევარზე. და შემდეგ რაზვე სოკა გავასწორეთ და დავაბალანსეთ, იმიტომ აქ ცხვირი ოდნავ მაღლა უდგას ტრაქთან შედარებით, მაგრამ სამაგიეროდ მოჭიდებაში ძალიან დიდ პლუსს გვაძლევს რა. უსლიკოთ და დრაგისთვის მოუმზადებელი მანქანა რომ 3 შვიდში ჩქარდება 0-ას, ძალიან მაგარია რა. თან ძალიან ცუდ საფარზე ეს არ არის აი წებოზე და ახალდასხმულ გზაზე რომ კატოქს უკან მიყვებიან რომ თბილ ასფალტზე გაიარონ, არა. ცივ ასფალტზე 2 გრადუსში, 3 გრადუსში რო ჩქარდება 3 შვიდში, უსლიკოთ, აი რა ვიცი, სასწაულის შედეგია რა. იმიტომაც არის რომ ეს მანქანები ამერიკაში რა, 1-9-ში, 1-8-ში დადიან 0-ასებს წებოებზე რა, ცხვირს ეწევიან და აი ძველი ამერიკული მასელქარები რო არ ცხვირს ეწევიან და მიდიან, ის ეწევს ესეც ცხვირს რა. BMW ვერ შეძლო ესეთი კუზაოს წარმოება, ვერ შეძლო არა, მე ვფიქრობ უფრო რომ
რეგულაციების გამო ვერ შეძლო და Toyota-ში, იაპონიაში გადაწყვიტეს, რომ ჩვენ მაგრა ვკიდიაო თქვენი რეგულაციებიო და დაამსუბუქეს ბოლომდე. ვიზუალის გარდა სალონი, მულტიმედია, კონსოლი, კულისა, მონიტორი, დეშბორდის გარდა თითქმის ყველაფერი, აი ეს ჩეკის ხმა, რემნის ხმა, ტლუნდა, აი ყველაფერი BMW-ში აქვს რა, თავისი არაფერი არ აქვს. თავისი უდგას მარტო დეშბორდი და აუდიო სისტემა JBL. Harman Kardon-ი არ არის, რაც ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი BMW-ში მოქონდა და ეგ ეს გადმოეტანათ, მაგრამ არა, აუდიო სისტემა შეცვალეს. დანარჩენი გავივლით ამ მანქანით, დავამატებთ ვიდეოებს გავლისა, გაზაობისა, ჩავსვავთ, ალექსა ჩაამატებს რაღაცეებს კიდე რა, როგორი ჩამოვიდა რაღაცა და ნახოთ ბოლო ჯამში რა გამოვა. იმედია, კაი პოდკასტი გამოვიდა. მოპოდკასტო და არ დაგღალეთ. შეეხება კიდევ ერთ სიახლეს. ჩვენ ვიდეოებში თეთრი ფოკუსი რო ჩანს ხოლმე ესტი რა. მაგას ყიდით და ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს. ისეთ პროექტს, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტს განვახორციელებთ. სლიფერს ვაწყობთ სერიოზულს. შეიძლება 1200 და 2000 ხენზე არ იყოს, არა, ისეთი იქნება, რომ საქართველოში ჯერ არ დადის რა. და ცოტა რთულ თემას ვეჭიდებით და ნახოთ რა გამოვა. ამიტომ ამ ყველაფრისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ, გააზიარეთ და რავი, სპონსორებს კიდე თუ სურვილი ექნებათ, დაგვასპონსორონ და კიდე რა გვინდა, ხო? ჩვენი არხი როგორც კი ავა 10000 გამომწერზე, ჯერ 3000-ზე ვარ და 10000 გამომწერზე როგორც კი ავალთ, რენდომ ავარჩევთ 10 ადამიანს და გავაკატავებთ, უფრო გავაგაზავებთ ამ მანქანით, ლოკაცია შევარჩევთ ან რუსთავში, ან ლილუ არენაზე. და ერთი კაი ვიდეო ეგეც გამოგვივა რა. გადმოგვიხსენებთ.